ბატონო დავით, ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა სოციალურ ქსელებში თქვენს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ამერიკული ქვეყანა, ხოლო სომხეთი ხდება ამერიკული. მინდა რომ განმარტება გავაკეთოთ, გავშალოთ ეს თემა, რა იგულისხმება ამაში. მოდი, მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბროთ. არ გავაკეთოთ შეფასება, კარგია თუ ცუდია, იმიტომ რომ ზოგს ასე მოწონ ზოგს ისე, ფაქტები ვთქვათ. საქართველო არის სახელმწიფო, შემდგარი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს სპეცსამსახურები, გვყავს ძალოვანი სტრუქტურები. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები, თანამშრომლობენ საჯაროდ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებთან და ძალოვან სტრუქტურებთან. ასევე, მათ შორის არმია, რა თქმა უნდა. ასევე თანამშრომლობენ ევროპულ სტრუქტურებთანაც, სამხედროებთან. და საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები არ თანამშრომლობენ არც სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებსა და ძალოვან სტრუქტურებთან. არც საჯაროდ თანამშრომლობენ და არც არანაირი მტკიცება, რომ რაიმე ფარული თანამშრომლობა არის, არც ესეთი მტკიცებულება არ არსებობს. ხაზი უნდა გაუსვათ იმასაც, რომ მაშინ, როდესაც შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს შტატებს შორის, ამ დროისაც კი თანამშრომლობა გრძელდება. გრძელდება თანამშრომლობა, რამდენიმე თვის წინ იყო ნატოს წვრთნები. აღარ არის უბრალოდ დიდი გაშუქება, მაგრამ ყველაფერი ეს გრძელდება, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სრულფასოვანი შეერთებული შტატების და ევროპის ძალოვან სტრუქტურებთან. არა გვაქვს რუსეთთან, ეხლა შესაძლოა რაღაც კონფლიქტური ან არაკონფლიქტურ სიტუაციაში ერთეული კონტაქტი იყოს ქართულ და რუსულ ძალოვნებს შორის, მაგრამ თანამშრომლობა როგორც ასეთი არ არის და ამერიკასთან და ევროპასთან არის, ეს პირველი. მეორე, პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურაში. ეს სამინისტრო იქნება თუ რომელიმე დეპარტამენტი, ჩვენ გვაქვს საჯარო თანამშრომლობა როგორც ამერიკის, ასევე ევროპის სტრუქტურებთან და არანაირი თანამშრომლობა ჩვენ არ გაგვაჩნია რუსეთთან. ეს მეორე. არანაირი პრაქტიკულად არც ერთ ჩვენ სტრუქტურას არ აქვს რეალურად არანაირი თანამშრომლობა რუსეთთან. მესამე. არანაირი პოლიტიკური ზეგავლენა სინამდვილეში რუსეთს საქართველოზე არ გააჩნია. არსებობს იარლიყები, რომელსაც მუდმივად აკერებენ ხელისუფლებას, ძირითადად სააკაშვილის ფლანგის წარმომადგენლები, მაგრამ ტყუილია ეს ყველაფერი. რეალურად პოლიტიკური გავლენა დღესაც კი ძალიან დიდი დაძაბულობაა საქართველოს და საქართველოს მთავრობასა და შეერთებული შტატების და ევროპის ხელისუფლებას შორის, რასაც მე მაგალითად ვთვლი, რომ არასწორია და კატეგორიულად მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცუდი გზა არის, მაგრამ ამ დაპირისპირების პირობებშიც კი ამერიკის ხელისუფლებასაც და ევროპის მთავრობასაც აქვს გავლენა პოლიტიკური საქართველოს ხელისუფლებაზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ბევრ საკითხში იცავს ჩვენ ინტერესებს, აქ არაა პრობლემა, მაგრამ ძირითადად გადასულია ლანძღვის რეჟიმზე, რაც არავითარ შემთხვევაში სწორი არ არის. ამავდროულად რუსეთის არც ერთ რეალურად პოლიტიკურ სტრუქტურას არ გააჩნია საქართველოზე არავითარი გავლენა, ყველაფერი ან ტყუილია, სიცრუეა, ან რაღაც იარლიყის მიწებებაა. და თითიდან გამოწვევილია. რეალურად ეს ესე არ არის. შემდეგ ეკონომიკური კუთხით კი ჩვენ გვაქვს ბიზნესი და უნდა გქონდეს აუცილებლად რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობა ამერიკასთან და ევროპასთან და მეტიც იქიდან გრანტებიც მოდის, იქიდან სხვა ბერკეტები არის ეკონომიკური და სოციალური ბერკეტებიც, ხოლო რუსეთთან არანაირი სოციალური ბერკეტები არ არის. შეუძლიათ რაღაც ბიზნესის ჩაკეტვა ეს მართალია, მაგრამ რეალური გავლენა ჩვენზე არ აქვს, გავლენა აქვს ამერიკას, კვლავ ევროპას, არ აქვს რუსეთს. ამგვარად საქართველო არ არის რუსული ქვეყანა და არც ეს ხელისუფლება არ არის რუსული ხელისუფლება, ეს ტყუილია. საქართველო ამერიკული ქვეყანა. რა გაცვიათ? ქართველებს აცვია ან ამერიკული, ან ევროპული სამოსი, ნუ უკიდურეს შემთხვევაში თურქული ან ჩინური. რა მობილურ ტელეფონს ხმარობთ, რა ტექნიკას ხმარობთ? თქვენი კომპიუტერები სამსახურში ამერიკულია, ან ჩინურია ვთქვათ, თქვენი მობილურები ამერიკულია, ან ევროპულია, ნუ კორეული, ჩინურსაც ხმარობთ ჩვენ, რა თქმა უნდა. ავტომობილები, რომელზეც დავდივარ, ძირითადად ეს არის ან ამერიკული, ან ევროპული ავტომობილები. ინტერნეტი, რომელშიც მთელი საქართველოა ჩართული, არის ამერიკული. საბანკო სისტემა არის ამერიკული მთლიანად. უამრავი ბიზნეს პროექტი აწყობილი ამერიკულ სტანდარტებზე. რო იძინებთ ძილის წინ ტელევიზორში ამერიკულ კინოს უყურებთ და ამის მერე როგორ ახართ რუსული ქვეყანა, კაცო, ამერიკული ქვეყანა ხართ, პოლიტიკურათაც ამერიკული ქვეყანაა საქართველო დღეს. ეს თქვენ მე არ არის რუსული ქვეყანა და
მე მგონი აქ ყველაფერი გასაგებია რა თუნდა ამას კამათი. დღეს საქართველოს არის ამერიკული ქვეყანა. ეს თქვი მე, ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცას არა, მე ხო არ ვაფასებ, კაია, ცუდია, ყველას თავის აზრი აქვს. მე ფაქტს ვამბობ. მეორე მხრივ ავიღოთ სომხეთი. სომხეთი, რომელსაც არ ქონდა სახელმწიფოებრიობა 800 წელი. ფორმალურად ერეკლე მეორე გახდათ მეფე სომხეთის და სომხეთის მელიქი იყო დიდებული თავადი, რომელიც ერეკლეს ექვემდებარებოდა. ამავდროულად იყო ერევნის სახანო და ერევნის სახანო ექვემდებარებოდა რეალურად სპარსეთს. სომხეთის სახელმწიფო აღორძინა და ხელახლა გააცოცხლა და შექმნა რუსეთმა. დღესაც სომხეთის სახელმწიფოს მთელი შემოსავალი ეს არის რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსიის და სომხეთის მთლიანი ბრუნვის, წარმოიდგინეთ, უზარმაზარი თანხაა, მთლიანი ბრუნვის, რუსეთის მთლიანი ფულადი ბრუნვა, ყაზახეთის, ბელორუსიის და სომხეთის. აი აქედან ითვლება 0.18% და ამ ფულს ჩუქნის რუსეთი სომხეთს. მთელი ბიზნესი სომხური მთლიანად აწყობილია რუსეთზე, მე წინა ეთერში გითხარით, რომ 7 რეისია, 5, 6, 7 ყოველდღიურად თვითმფრინავის რეისი ერევანი, მოსკოვი. მთელი ბიზნესმენები და აი ამ პირობებშიც კი არჩევნებში ხდება რა? 59.8% აიღო ფაშინიანმა და 50.2% ოპოზიციამ. მაგრამ ამ ოპოზიციიდან არის პატარა პარტიები, რომელსაც ბარიერი ვერ გადალახეს და ეს პროცენტები მიემატება ფაშინიანს და ის შექმნის 50%-ს. და არჩევნებზე მოვიდა სულ 48% ამომრჩევლის. ანუ ნახევარი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მოვიდა. ვინც მოვიდა, ხმები ნახევრად გაიყო ფაქტობრივად და ხელისუფლებას ინარჩუნებს ფაშინიანი. კი, მთელი ოპოზიცია ამბობს, რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ მთლიანად სომხეთი პრორუსულადაა განწყობილი მთლიანად. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაშინიანი ინარჩუნებს ძალაუფლებას და ეს ნიშნავს მარტივ რამეს, რომ ამერიკა ართმევს სომხეთს რუსეთს, ან მეორე ვარიანტია რუსეთი უთმობს სომხეთს ამერიკას. სხვა ვერანაირად ვერ შეაფასებთ ამას, იმიტომ რომ ფაშინიანი ახლა ღიად და საჯაროდ არის რუსეთის მოწინააღმდეგე პრემიერ-მინისტრი, ეს ფაქტია. ამ ბოლო დღეებში არაერთი საერთაშორისო დონის ექსპერტის სტატია მიეძღვნა სწორედ იმას, რომ კავკასიაში ხდება ძალთა გადანაწილება. იგივე სომხეთის მაგალითი იყო წამოწეული წინა პლანზე და ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ კარგავს რუსეთი პოზიციებს. ჩვენ არ ვაფასებთ, კაია, ცუდია, ეს ფაქტია. სინამდვილეში თქვა ზანგეზურის დერეფანი ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოს არ არის სიკეთე. ეს ბუნებრივი ელემენტარულია ხო და გვესმოდეს, რომ ტვირთბრუნვის საკმაოდ დიდი ნაწილი წავა იმ მიმართულებით. მაგრამ ეხლა ეს ფაქტი რაც არის, ეს არის და რეალობა არის ის, რაც არის. მე ეს თქვი ზუსტად, რომ საქართველოს ჩემი აზრით არის ამერიკული ქვეყანა და ავხსენი რატო. სომხეთი ხდება ამერიკული ქვეყანა, ავხსენი რატო. აზერბაიჯანი უკვე გახდა ფაქტობრივად, ხო? ამერიკული ქვეყანა ესეც ჩანს და დავამატე ამას ის, რომ სირიაში ბაშარ ალ-ასადი იყო და გაიქცა მოსკოვში, ლიბიაში მუამარ კადაფი იყო და მოკლეს საერთოდ, ვენესუელაში პრეზიდენტი დააპატიმრა შეერთებულმა შტატებმა, ეხლა აფრიკაში მიდის რუსეთ-ამერიკული ბრძოლა, ჯერ იქ არ ვიცით რა იქნება, მაგრამ რეალურად არის ბევრი მიმართულება, სადაც ამერიკამ ან წაართვა რუსეთს კონტროლი და ინიციატივა ან ართმევს. აი ეს თქვი მე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთს უნდა ვეუმოთ და არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ჩვენ რაღაცა საომარ რეჟიმში გადავიდეთ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და თანამშრომლობა რუსეთთან, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და თანამშრომლობა ამერიკასთან, ევროპასთან, თურქეთთან, თუ სომხეთთან, თუ აზერბაიჯანთან, თუ გნებავთ ირანთან, მაგრამ ის რაც ითქვა, ის რეალობები უნდა გავითვალისწინოთ. არავითარ შემთხვევაში არანაირი დაპირისპირება შეერთებულ შტატებთან ჩვენ არ გვჭირდება, არასწორია და დამღუპველი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის, ეს უნდა გაიაზროს ყველამ. მე მგონია, რომ მთავარი თეზა რაც იყო თქვენს იმ გამოსვლაში, იყო შემდეგი, რომ საქართველო ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ხო ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ამოვდივართ პირველ რიგში. ძალიან ზუსტად და ადეკვატურად უნდა აფასებდეს სოფლიოს წამყვანი ქვეყნების შესაძლებლობებს და აი აქედან გამომდინარე უნდა მანევრირებდეს. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ხელისუფლება არ არის პრორუსული, ეს იარლიყია. მე მინდა ვთქვა, რომ ამ ხელისუფლებას ვეუბნები, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლანძღვაგინება ამერიკის და ფურთხება, ყველასთან დაბალანსებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და ამ პოლიტიკის წარმოებელი ჩემი აზრით ვერ და არ არის ბატონი კობახიძე. აი ეს არის რის თქმაც მინდა.